საქართველოში ფინტეკ ინდუსტრია ვითარდება, ბაზარზე ამ დროისთვის 60-მდე ფინტეკ კომპანია ოპერირებს. როგორც ასოციაციის ანგარიში აღნიშნული, მიუხედავად მცირე რაოდენობისა, ქართული ფინტეკ ეკოსისტემა მრავალფეროვნებით გამოირჩევა ინდუსტრიისთვის. 2025 ასევე ანგარიშს რომ დავეყრდნოთ. საკმაოდ დატვირთული იყო, მიუხედავად გარკვეული ზრდისა, ბაზარზე რჩება გამოწვევებიც. ფინტეკ სექტორის შედეგებზე, გეგმებსა და გამოწვევებზე ჩვენ სტუმართან განვაგრძობთ საუბარს. ჩვენი სტუმარია საქართველოს ფინტეკ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე. მოგესალმებით დათო და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დავით, რომ დავიწყოთ იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაშიც ეხლა იმყოფება ფინტეკ სექტორი. თქვენ როგორ შეაფასებთ, ასოციაცია როგორ შეაფასებდა, განვითარების რა ეტაპზეა ეხლა და იმ რიცხვების გათვალისწინებით, რომ 60-მდე კომპანია ოპერირებს. ეს მცირე რაოდენობა, ზრდის ტემპი ნელია თუ როგორია, როგორ ვითარებაში უწევთ მათ ფუნქციონირება? ვიტყოდი, რომ სექტორი სტაბილურად, ასე თქვათ, მცირე ზომით, მაგრამ მაინც ვითარდება, ანუ დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც ვითარდება. მოგეხსენებათ, საქართველოს საკმაოდ ესეთი პატარა ბაზრის მქონე ქვეყანაა და შესაბამისად მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა. თუმცა ჩვენი ბაზრის განვითარების და ზრდის ტენდენცია უფრო განპირობებულია ჩვენი რეგიონალური მდგომარეობით, ანუ რეგიონალური ტერიტორიული ადგილმდებარეობით, სადაც უამრავი ქვეყნის საერთაშორისო კომპანია ზუსტად ინტერესდება იმით, რომ საქართველოს რეგიონში წარმომადგენლობას თუ აკეთებს, რა თქმა უნდა საქართველოში და შესაბამისად ეს არის როგორც წესი დიდი მოტივატორი. თუ გადავხედავთ გასული წლის მაგალითად გაცემული ლიცენზიების რაოდენობას, რაც ეროვნულმა ბანკმა გასცა ფინტეკ სექტორში არსებული ლიცენზიები, მათ შორის საგადახდო მოსახურების პროვაიდერები, მათ შორის ვირტუალური აქტივების პროვაიდერები, მათ შორის ღია ბანკინგში ჩართვის უფლებები, დაახლოებით 20-მდე კომპანია მოიპოვა შესაბამისი ლიცენზია, რაც ქართული ბაზრისთვის ფიქრობთ, რომ არც თუ ისე ცოტაა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაინტერესება მაინც მაღალია, როგორც საერთაშორისო ბაზრებიდან, ასევე ლოკალური ინვესტორების მხრიდან. აი ეს 20 კომპანია ძირითადად საერთაშორისო დამფუძნებლებით არიან თუ აქ შექმნილი კომპანიები? მათ შორის საერთაშორისო, მათ შორის საქართველოს. ზუსტი ესეთი პროცენტული გადანაწილება სამწუხაროდ არ ჩავძიები ვარ სიმართლე გითხრათ, თუმცა არსებობენ არიან როგორც საერთაშორისო კომპანიები, ასევე ლოკალური კომპანიები, რომლებიც ხედავენ გარკვეულ პოტენციალს საქართველოში ფინტეკ სექტორში ბიზნესის კეთების და შესაბამისად მოიპოვეს კიდევაც ლიცენზიები. ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, ანუ ფინტეკ სექტორი იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც არის ქვეყანაში, რეგულირების ჩარჩოსაც გულისხმობ, ხელშეწყობასაც ან გარემოთხოვნასაც პროდუქტებზე, არის საინტერესო როგორც ბიზნესი ეს სექტორი. როგორც ბიზნესი, შესაბამისად მოთხოვნაც კომპანიების მხრიდან, რაც თქვენ მოყევით, მაგის დამადასტურებელია, რომ ინტერესი კომპანიები შემოდიან ამ ბიზნესში, როგორც ბიზნესში. კი ბატონო. თუ როგორც ინტერესია მათი სხვა. არა, ბიზნესი როგორც ბიზნესში, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, თუმცა აქ ბევრი სხვა ინტერესიც მონაწილეობს თავისთავად, უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში ბიზნეს კეთების სიმარტივე. მოგეხსენებათ, საქართველოში ბიზნესის დაფუძნება ზოგადად იურიდიული კომპანიის და იურიდიული პირის დაფუძნება არის უმარტივესი, დაახლოებით 9 საათიან პროცედურაა. გარდა ამისა, საქართველოში აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ყველანაირი ტიპის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა ციფრული პროდუქტის განსავითარებლად, როგორც ფინტეკია, მაგალითისათვის. შესაბამისად, გარდა ამისა არსებობს ბევრად შედარებით დაბალფასიანი მუშახელი, რომელიც ევროპის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაახლოებით ნახევრით თუ არა, მინიმუმ 30-40%-ით ნაკლები ფასი ღირს ვიდრე ევროპაში, ანუ გულისხმობ ტექნოლოგიურ მუშახელს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ინტერნეტის საკმაოდ მაღალი დონის ხარისხი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული პროდუქტის განვითარების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია საკითხი ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური მიმღებლობა, ანუ adoption, როგორც ვეძახით ინგლისურად. მათ შორის გულისხმებია smartphone-იზაციის მაჩვენებელიც, ანუ საქართველოს თითქმის 80%-ს ბოლო მონაცემებით თუ არ ვწდები, smartphone-ით სარგებლობს. შესაბამისად, ეგ იმას ნიშნავს, რომ ციფრული პროდუქტის, კი ბატონო, აქვს წტომა როგორც ინტერნეტთან, მათ შორის როგორც მობილურ ინტერნეტთან, ასევე ჩვეულებრივ ინტერნეტთან და შესაბამისად ზუსტად ასეთ ტიპის ციფრული პროდუქტების კომპანიებისთვის, როგორც ფინტეკის სექტორია, ხო, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს შეეძლოს წვდომა ქონდეს მათ შექმნილ პროდუქტზე და გამოიყენონ, გატესტონ, ასე ვთქვათ.
აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს განაპირობებს იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რასაც ნიშნავს საქართველოში შემოსვლა. და საქართველოდან იწყებენ მერე უკვე უფრო მსხვილი ბაზრების ათვისებას, მაგალითად როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების დროინდელი ქვეყნები, ხო, როგორც არის უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ასე შემდეგ. თუმცა საქართველო მაინც რჩება მათთვის როგორც რეგიონში წარმომადგენლობის მთავარ საყრდენ წერტილს, ალბათ მოდი ასე ვიტყოდი რა. დავით, რა მინდა გკითხოთ, მრავალფეროვნება ყოველთვის ახასიათებდა ფინტეკ ინდუსტრიას. ეს ტემპი ხომ არ შენელდა, თუ პირიქით გაფართოვდებოდა, მოსალოდნელია, რომ უფრო უნდა გაფართოვებულიყო. რამე სხვა სექტორების, სხვა მიმართულებების ხომ არ დაფარეს ფინტეკ კომპანიებმა? ან 2026 წელი ხო არაა ის დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტის განვითარების საფუძველზე შესაძლებელია, რომ უფრო გააფართოვონ ეს მრავალფეროვნება? აი, ვისურვებდი, რომ 2026 წელი ზუსტად იყოს მაგისთვის, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე წელია ფაქტობრივად თითქმის ერთ და იგივე მიმართულებები ვითარდება, ანუ სიახლე დივერსიფიცირების, ვთქვათ, ბიზნეს მოდელის დივერსიფიცირების კუთხით სამწუხაროდ არ გვაქვს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რეგულაციების არარსებობა იმ კონკრეტულ სექტორებში. ეს შეიძლება იყოს როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული რეგულაციები, მათ შორის ეგრეთ წოდებული crowdfunding-ი, რომელზეც ძალიან დიდი ხანია საუბარი მიდის, მისი გარკვეული სარეგულაციო პაკეტიც შემუშავდა შესაბამისი ასოციაციის მიერ და როგორც იყო წარდგენილი განხილვაზე, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ აგვაქვს, შესაბამისად ეგრეთ წოდებული crowdfunding-ის რეგულირება საქართველოში არ გვაქვს, რაც პოტენციალურად შეიძლება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიულ და ძალიან ძლიერ წყაროთაც კი მოგვევლინოს. თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით მაგაზე საუბარი ისევ შეჩერებულია. მეორეს მხრივ ეგრეთ წოდებული ისევ ონლაინ სესხების მიმართულება, რომელიც გვახსოვს რომ ადრე იყო, დაურეგულირებელი იყო და დღემდე არსებული რეგულაცია ფაქტობრივად არ აძლევს საშუალებას ამ ბიზნეს მოდელმა საერთოდ იცოცხლოს, იარსებოს ქართულ ბაზარზე. და შესაბამისად ფიქრობთ, რომ საქართველოს როგორც მომხმარებელი, ასევე თვითონ გარემოც რეალურად მზად არის, რომ ასე ამ ტიპის პროდუქტები უკვე ბაზარზე შემოვიდნენ, თუმცა ისევ და ისევ სარეგულაციო პაკეტის გარეშე, შესაბამისი გარემოს გარეშე ამ პროდუქტის და ამ ბიზნეს მოდელის შემოსვლა ქვეყანაში შეუძლებელია. მიდის ამაზე მუშაობა? ჯერჯერობით სამწუხაროდ არა. სტრატეგია უკვე შემუშავებულია 2025 წელს მოხდა ინიცირება ხო თუ არ ვიცი? ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულია სტრატეგია, თუმცა ეგ მიმართულებები სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული ამ სტრატეგიაში. აი ამ მრავალფეროვნების ვთქვათ რეგულაციების არქონის გამო შეზღუდვის გარდა კიდევ რა გამოწვევებია სექტორში, რომელსაც თქვენ უმიზნებთ, რომ 2026 წელს შეიძლება რაღაც ძვრები დაიწყოს. და რამაც შეიძლება ვთქვათ 60 გახადოს 120. ვიტყოდი კონკურენცია კომერციულ საბანკო სექტორთან. ანუ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ასოციაცია ცდილობს, რომ ზუსტად ეს კონკურენტული დამოკიდებულება შეცვალოს ასე ვთქვათ პარტნიორული დამოკიდებულები ჩვენ მუდმივად გვაქვს ძალიან ახლო კავშირი გვაქვს საბანკო ასოციაციასთან, ზოგადად კომერციულ ბანკებთან და მათ წარმომადგენლებთან და მუდმივად ვცდილობთ, რომ აი არსებული პატარ-პატარა დავები იქნება თუ გარკვეული გამოწვევები, პრობლემები ურთიერთობის ნაწილში ფინტეკ კომპანიებსა და ბანკებს შორის ზუსტ მან წერტილ უნდა ჩავერიოთ და გარკვეული ასეთი კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გადაუწყვიტოს ეს საკითხი. თუმცა მაინც ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით კომერციული ბანკების მხრიდან უფრო კონკურენტული დამოკიდებულება ფინტეკ სექტორის მიმართ და მაქსიმალურად გარკვეულ ეტაპზე ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ თავისუფალი გასაქანი არ მისცენ ფინტეკ სექტორს, იმიტომ რომ მაინც კონკურენტებად აღიქვავა. ანუ ნიშა არ არის ისეთი, სადაც მხოლოდ ფინტეკ კომპანიები არიან და ხდება გადაფარვა სხვა. ან ხდება გადაფარვა, ან რეგულირებადი არ არის. ფინტეკ სექტორი ფაქტობრივად კომერციული საბანკო სექტორის გარეშე წარმოუდგენელია, ანუ ის გარკვეულწილად გადაფარვაში არიან ერთმანეთთან. თუმცა რო შევადაროთ ამერიკის ბაზარი და ევროპის ბაზარი, ანუ მან მოდელი აბსოლუტურად იცვლება. თუ აქამდე ერთპიროვნული ექსკლუზიური უფლება ფინანსურ სექტორში ზოგადად რაიმე ახალი პროდუქტის სიახლის ინოვაციის დანერგვის ქონდა კომერციულ ბანკს, ეს მოდელი შეიცვალა. შეიცვალა იმ კუთხით, რომ ევროპაში და ამერიკაში გამოჩნდნენ ფინტეკ კომპანიები თავის დროზე, რომლებმაც დაიწყეს უფრო მოქნილი, სწრაფი, მარტივი პროდუქტების გამოშვება მომხმარებელზე ორიენტირებულის და კომერციული ბანკები ამას ფიზიკურად ვერ ეწეოდნენ, იმიტომ რომ მათ არ აქვს მაგდენი მოქნილობა. შესაბამისად,
თავიდან მანდაც იყო ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, კონკურენტული დამოკიდებულება, თუმცა მოდელი შეიცვალა იმ კუთხით, რომ ბანკები მიხვდნენ, რომ მათთან კონკურენციას პირიქით აზრი კი არა აქვს, პირიქით მათთან თანამშრომლობა უნდა დაუწყოთ. ჩვენ ჯერ მაგ ეტაპზე ვართ, ესე იგი. მის საფუძველზე განვითარდა ეგრეთ წოდებული API ბიზნეს მოდელი, სადაც კომერციული ბანკი არის პროდუქტის გამომშვები, ეგრეთ წოდებული, ქმნის ამ პროდუქტის ტექნოლოგიურ კოდს, მოდი ასე დავარქვევ. და ფინტექი უკვე აწვის მავრის მომხმარებელს ამ კოდს იყენებს, გარდაქმნის გააუმჯობესებს, გაამარტივებს და აწვის მომხმარებელს, რაც სამხრივი ბენეფიტია, მომხმარებლისთვის უფრო მარტივი და სწრაფია, ფინტექისთვის როგორც პროდუქტია და შემოსავლის წყარო და ბანკისთვისაც შესაბამისად შემოსავლის წყარო. იმედია რომ 2026 წელი იქნება ამ პარტნიორობის ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენს რომ კომერციულ საბანკო სექტორთან მაგ კუთხით მივახცევთ და ნუ დარწმუნებული ვარ რომ გარდაუვალია რეალურად მაგ მომავალი. წარმატებებს გისურვებთ დავით, დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო, მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე.